შედგება თუ არა სახალხო კრების ორდღიანი მოქმედების შედეგებს დღეს უკვე ის ოპოზიციური სპექტრი აფასებს, რომელმაც უნდობლობა მას დასაწყისშივე გამოუცხოდა. რაც მიიჩნევენ ისინი კრების ორგანიზატორთა მთავარ შეცდომა და იყო თუ არა 25 ნოემბერი პროცესის დასაწყისიც და დასასრულიც. ხანმოკლე ოპოზიციური შემოდგომის ოპოზიციური შეფასებები ხათუნა ხვედელიძის სიუჟეტში. ბურჯანაძის კითხეთ, კიდე შორიდან უყურებ მე რეალობას და ადეკვატური რაფერაბი გამოვლენებს საინტერესოა მისი აზრი ახლა. შედალოცი რომ გაერთიანებას რო გთავაზობდით, იმიტომ კი არ გთავაზობდით, რომ დიდი წარმოდგენა გქონდა შენზე, იმიტომ გთავაზობდით, რომ მარტო ამ საქმეს გააფუჭებდით. მარტო გაფუჭებული საერთო საქმე. ასე აფასებს ირაკლი ოქრუაშვილი სახალხო კრების ორდღიან მოძრაობას და კრების საორგანიზაციო ჯგუფს ხალხის ნდობით სპეკულირებაში ადანაშაულებს. ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ის შედეგი, რომელიც სახალხო კრების ორგანიზატორებმა მიიღეს, მათთვის წინასწარვე იყო ცნობილი, რაც პოლიტიკურ თვითმკვლელობას და 3 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომების კიდევ ერთხელ გამეორებას ნიშნავს. აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა ბუნებრივია თვითმკვლელობა ჩაიტარეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხალხმა რა დააშავა, მთავარი პრობლემა ეს არის. ერთადერთი როცა იმის გამოაკეთებ ამას, რომ ვინმე არ დამასწროსო, ამას ცოტა სხვა სახელი ქვია მე მგონი. 3 წელი ერთი და იგივე წრეზე დადიან, ერთი და იგივე შეცდომას შვებენ, ერთი და იგივე წრეზე დაატარებენ ხალხს და დასკვნები ვერ გააკეთეს. ერთ საკუთარი შეცდომებით, ვერც ხის შეცდომებით. სახალხო კრება შედგა 12500-მა დელეგატმა 850,000 ადამიანის სახელით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, შეიქმნა კონკრეტული სამუშაო ჯგუფები და ჩვენ რასაც ვპირდებოდით ხალხს, რომ კრება ჩატარდებოდა ყველაფრის და ნებისმიერი პროვოკაციის მიუხედავად, კრება ჩატარდა და ეს იყო უმნიშვნელოვანესი. ირაკლი ოქრუაშვილი ერთადერთი არაა იმ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც სახალხო კრების ლიდერებს ხალხის იმედგაცრუებაში ადანაშაულებს. თუმცა მათი უდიდესი ნაწილი განმარტავს, რომ ხალხისგან განსხვავებით თავად მეტის მოლოდინი არ ქონიათ და შედეგიც ზუსტად ისეთივე იყო, როგორცაც ფიქრობდნენ. ჩვენი მოლოდინი, პრინციპში შეიძლება ითქვას, შედეგს დაემთხვა. ერთადერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს ოპოზიციამ ამ ყველაფრისაგან, რომ ახალი, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური შინაარსობრივათაც და ფორმის თვალსაზრისითაც მოქმედების შეთავაზება არის საზოგადოებისთვის საჭირო და არა მოჯადოებულ წრეზე სიარული. გუშინდელი აქცია, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ იქნებოდა უპერსპექტიო. ჩვენ თვლით, რომ ხალხს აქვს უფლება ბუნებრივია თავისი პროტესტი გამოხატოს, შეიკრიბოს, მაგრამ ბუნებრივია ამას პოლიტიკური შედეგის მომტანი ეს პროცესი ვერ იქნებოდა. იმედები არ გამიცრუდა ნამდვილად, იმიტომ რომ განსაკუთრებული მოლოდინები ჩვენ არ გქონია. უდიდესი შეცდომა იყო ჩემი აზრით, რომ მოლოდინი შეიქმნა და ღია სივრცეში ჩატარდა ეს და მიტინგის ხასიათი მიიღო. სახალხო კრებამდე საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ხალხში ცრუ მოლოდინის გაჩენას და კრებისთვის მიტინგის ხასიათის მიცემას ორგანიზატორთა მთავარ შეცდომას უწოდებს ქართული აკადემია. აკადემიის წევრი თემურ ნანეიშვილი დარწმუნებულია, რომ კრების ლიდერები ხელისუფლების ანკესზე წამოეგნენ. დარბაზის დაქირავებისთვის არ იბრძოლეს და კრების ქუჩაში ჩატარებით მას მიტინგის სახე მისცეს, რამაც საზოგადოება დააბნია. აქ ბრძოლა უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დახურულ დარბაზში კრებას უნდა კრების სახე უნდა მისცემოდა. მაშინ ეს მოლოდინები მიუხედავად იმისა, რომ ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ შეიძლება დავამთავროთ, ჯერ ეგეთი უნდა იცოდე მოვა რამდენი ხალხი ხო, თუზე არ უნდა იყოს. შედგა თუ არა წარმომადგენლობითი სახალხო კრება, იყო თუ არა გამეორებული 3 წლიანი შეცდომები კიდევ ერთხელ და დარჩა თუ არა მოსახლეობა იმედგაცრუებული. სახალხო კრების მიმართ გაჩენილი მრავალი შეკითხვის მიუხედავად, კრების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ კრება შედგა. ვაცხადებ ერთს, რომ ეს იყო შემდგარი კრება, რაზედაც ჩვენ მივიღეთ ყველა დოკუმენტი. მეტი ამოცანა ჩვენ არ გქონდა. ეს ამოცანა შესრულებულია. თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი დღეს თავისუფალია. თუმცა კრიტიკის მიუხედავად სახალხო კრების ინიციატორები სამომავლო ნაბიჯებს გეკმავენ.